ადამიანებს მოუწერიათ და უთქვამთ, რომ რწმენის პრობლემა მაქვს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, ეს ყველაფერი სულიერი სამყარო არ არსებობს, მომვარდება ხოლმე წამიერად ეს აზრი. მასეთი აზრები მე თავადაც მომდის ხოლმე. მასეთი აზრები წმინდანებსაც მოსდით, მოძღვრებსაც მოსდით, ყველას მოსდით. დედამიწაზე ეგ აზრი გამუდმებით უვარდებათ ხოლმე თავში. დედამიწაზე დაყენებულია ისეთი ენერგეტიკული მექანიკა, ენერგია, რომელიც გამუდმებით ასხივებს ურწმუნოებას, ღმერთის არარსებობას, თვით სატანის არარსებობასაც. სატანასაც ეს სურს, რომ შენ მისი არ გჯეროდეს. ესე უფრო ადვილად მოგიგვარებს. ეს ბნელის ხმა გამუდმებით როგორც მეგაფონი ისე ვრცელდება დედამიწაზე და შენი ჰიპოფიზი, შენი თავი გამუდმებით იჭერს ამ ბნელ აზრებს. წარმოიდგინე ახლა დაყენებული რომ იყოს დიდი მეგაფონი, სადაც ისმის ღმერთი არ არსებობს, შენ უბრალოდ მატერია ხარ, ეს ყველაფერი ფანტაზია, არც სატანა არ არსებობს. წარმოიდგინეთ ახლა ეს ხმები თქვენს უბანში, თქვენს გარშემო სადაც ცხოვრობთ, გამუდმებით რომ ისმოდეს და შენს ყურებს რომ ესმოდეს. იგივე ხდება, უბრალოდ აზრების სახით იგებ შენ ამ აზრს, ამ ხმას. და ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს მისი აზრია. მხოლოდ გამოცდილებმა იციან და თაში ბერებმა, რომ ასეთი აზრები მისი არ არის, იცის რომ გარედან არის შემოსული. და როდესაც ჩემს თავში მოდის მსგავსი აზრები, უпростоრეთ აზრიც კი არ მოდის, საწყისშივე ვაჩერებ, რადგან ვიცი რომ ის ჩემი არ არის. მე მესმის თქვენთვის რა რთულია ამ აზრის გაგდება, რატომ იცით? მე ახლა უამრავი მტკიცებულება მომივიდა უფლისგან, უამრავი, ისეთი მტკიცებულებები მომივიდა, წყალი რომ არ გაუვა, მაგრამ ადამიანი რომელიც სულიერებაში არ არის შესული, არც ეს ზებუნებრივი ძალები აქვს, ნანახი, ნაგრძნობი, ეს ყველაფერი ადვილად ერევა ადამიანს. ჩემგან განსხვავებით, თქვენ მტკიცებულებები რომ არ გააქვთ, ვიცი რომ ძალიან გიჭირთ ამ აზრების გაგდება, მაგრამ გარანტირებულად გეუბნებით, ეს აზრები არის გარედან შემოსული და თქვენ არ გეკუთვნით. ზოგჯერ ჩავივლი სადღაც და მეცემა რაღაც გაუგებარი ცუდი აზრი და ყისიერად ვაჩერებ და წამითაც კი არ ვღელავ იმ აზრზე. არ ვეთანხმები, ჩემი არ არის. ვიცი, თქვენ კიდევ ისტრესებით. ვაიმე ეს რა აზრი მომივიდა, რატომ მომივიდა, მიშველე ღმერთო, დამშვიდდი. არ ეთანხმები? ყისიერად, შენი არ არის. ეთანხმები და უსმენ, შენია, უკვე ხდება შენი. და გააცნობიერე რომ რწმენის პრობლემა კი არ გააქვს, ბრძოლა გაქვს მაგ მომენტში. მაგ სიტუაციას რწმენის პრობლემა კი არ ქვია, მაგას ქვია რწმენაში ბრძოლა. ბნელები ცდილობენ თავისი მახინჯი აზრებით თქვენ აზრად გაასაღონ. რისთვის ახლა ალბათ კითხვას დასვამთ? იმისთვის რომ შენ რომ ელოდები, ელვაში მოყოლილით ხასავით და უსმენ, ღმერთი არ არსებობს, სული სამყარო არ არსებობს და ფიქრობ რომ მსჯელობ ან რაღაც აზრს ალაგებ, შენ კი არ მსჯელობ და აზრს კი არ ეძებ, შენ კრეხელობ და ღმერთის დაცვას შენ თავად იხსნი მაგ აზრებით. ღმერთის დაცვას იხსნი და ეს უნდა მას რომ შემოვიდეს შენში და მოგერიოს. სხვანაირად ვერ მოგერევა, ღმერთია შენს უკან, კლდესავი დგას შენს უკან, ღმერთი და ვერაფერი ვერ შედის, სანამ მასთან ხარ. გააცნობიერე, ამიტომაც გესვრის ამ აზრებს თავში. რწმენის ბრძოლა გააქვს. ამიტომ დღეიდან ის კი არ თქვა რომ მე რწმენის პრობლემა მაქვს, არა, რწმენის ბრძოლები გაქვს. რატომ გესვრის ბნელი ბოროტ აზრებს და რატომ სურს ბნელს რომ ბოროტში ჩავარდე? იმიტომ რომ თუ შენ ბოროტში არ ჩავარდი, დავიწყოთ იქედან რომ ბნელისთვის საჭირო ღვთიურ ენერგიას არ დაწვავ და ვერ გამოკვებავ, ეს პირველი. მაგრამ მეორე, შენ რომ შიგნით სუფთად ხარ, ბნელი შენში ფიზიკურად ვერ გაჩერდება, კომფორტულად ვერ იქნება. ნახეთ, ბნელი გავს არს, რომელსაც მოსწონს სიბინძურეში ყოფნა. სისუფთავე მისთვის არის დეზინფექცია. ამიტომ ადამიანი რაც უფრო გაფუჭებულია შიგნით, ბინძურ სიტყვებს იძახის, ბნელ მოქმედებებს აკეთებს, როდესაც ყველა აი ამ სულიერ ჭუჭყშია, ბნელი მასში გრძნობს თავს როგორც თევზი წყალში. კარგად არის იქ. და ნახეთ, როგორც კი ადამიანი გასუფთავებას იწყებს, მასში მყოფი ბნელი ვეღარ ჩერდება. ეს ღვთიური სისუფთავე მისთვის არის როგორც ბაქტერიისთვის სპირტი, დეზინფექცია და გარბის, მაგრამ გაქცევამდე არ ნებდება, ბრძოლები აქვს შენთან. არ უნდა დათმოს თავისი იდეალური პირობები შენს თავში. ანუ ცუდ ადამიანში თარეშობს, კარგ ადამიანში ვერ თარეშობს, ვერ გძნობს თავს ბედნიერად. ვერ არის ის ბედნიერად, შენ რომ სიკეთეებში ხარ. სუდად არის. არ არის მისი წყალი, მოდი მარტივად გეტყვი. მომწამლელია მისთვის ღვთიური სისუფთავე. ამიტომ ცდილობს გამუდმებით დაგაბინძუროს, რომ თავისი გარემო შექმნას შენში. ბნელი არის ის პარაზიტი, რომელიც ორგანიზმში შედის, შიდა ორგანოებს მიირთმევს და იქვე ისაქმებს და ამ სიბინძურეში ცხოვრობს, სანამ არ ამოშთანთქავს შიგნით ყველაფერს და შემდეგ ახალ მსხვერპლს არ იპოვის.
ამიტომ როგორც კი შენ სისუფთავეში გადადიხარ, გამუდმებით გეწყება ბრძოლა, რწმენის, სისუფთავის მიმართ როცა მიდიხარ, გაჩერებს, იმიტომ რომ არ უნდა მას შენი სისუფთავე ჭუჭყი უნდა, ჭუჭყში უნდა ყავდე ბნელში, სტრესში, ჩხუბებში, ბოროტის ქმედებაში, ეს არის მისი ჟანგბადი შენში. და ფუნდამენტი გააცნობიერეთ, როცა ესეთი ფინძური აზრი მოგდით, რომ თუნდაც ღმერთი არ არსებობს, სული სამყარო არ არსებობს, უბრალოდ ხორცი ხარ და როცა ცუდი აზრები მოგდის, თქვენ იცით რას აკეთებთ? სტრესში ვარდებით. მე იცი რას ვაკეთებ? ანალიზს ვუკეთებ, რა ფსიქოლოგიურ ხრიკებს ატარებს. ანუ როგორ ცდილობს, რომ დამაჯეროს რაღაც. სტრესის ნაცვლად ანალიზს ვაკეთებ, რასთან მაქვს საქმე და რა უნდა. და რას ცდილობს და ვიკვლევ და უკვე ვიცი მისი პროტოკოლი. მორჩა, გავშიფრე მისი პროტოკოლი, როგორ მოქმედებს, რას აკეთებს, დაკარგა სამუდამოდ ძალა. მეორე მოვა, მეორეც დაახლოებით იგივე პროტოკოლით მოვა, უკვე გამოცდილება მაქვს და თქვენ გამოცდილებას ვერ იღებთ. თქვენ ცუდი აზრი რომ მოგდით, სტრესში ვარდებით და ვერაცნობიერებთ, რამ ჩაგაგდო სტრესში, ან ვერაცნობიერებთ, რით გიგვარებს, რა პროტოკოლებით მოღვაწეობს. მტერს ვერ იცნობ თითოეულ შემოტევაზე და გამუდმებით ამ ბრძოლაში ხარ. შენ ბრძოლაში კი არ უნდა იყო. შენ სწავლაში უნდა იყო ყველა ამ ბრძოლის ავლის შედეგად. ამიტომ, როდესაც თავში მოგივა ნებისმიერი ბოროტი, ცუდი თუ სხვა ნეგატიური აზრი, თუნდაც ღმერთზე და რწმენაზე, აქედან უნდა აიღო შედეგი. პირველი შედეგი, გააცნობიერე, რომ შენი აზრი არ არის. მეორე, აუცილებლად გაიცინე. მესამე, დააკვირდი, რა ფსიქოლოგიურ ტექნიკას იყენებს შენთან მიმართებაში, როგორი პროტოკოლით მოღვაწეობს, რით დაგარცხვინა, რით მოგანდომა რაღაც ცუდი, რით მიგიყვანა ამ ფიქრამდე და მესამე, დაილოცე და გაუშვ და გაკვეთილი მიიღე, ისწავლე. შენ ამ პუნქტებს თუ შეასრულებ, ვერაფერი ვერ დაგამარცხებს. ყოველთვის გამარჯვებული, გაზრდილი და ცოდნით სავსე იქნები. როგორც კი ამ პრინციპს აცნობიერებ, ეხლა რაც აგიღწერე. ბრძოლას კი არ გაქვს, სწავლა გაქვს. მე ხა ასეთ სიტუაციებში ბრძოლა კი არ მაქვს. ვსწავლო, რეალურად ბნელები აღარ მეკარებიან. არ მეკარებიან ბნელები. ყოველ შემთხვევაში ვინმე გზააბნეული ბნელი თუ მომეკარება. შავი მაგებიც კი არ მეკარებიან. გიხსნით, როგორც კი შავი მაგი გამოდის ჩემთან კავშირზე, ნებისმიერი ფორმით. აი თუნდაც ტაროს დემონური სახლები, ნაშრომი რაც ჩავწერე, ტარო კლავს. ყველა ეს ნაშრომები თქვენი აზრით საიდან მოდის? ვიღაც ტაროლოგმა დაწერა ჩემზე, დიაღოველი არისო ტაროს ჯგუფში და ისეთი ნაშრომი ჩავწერე, ის გაჩუნდა. საერთოდ კრინტი ხმა არ ამოუღია, რატომ? ნებისმიერი შავი მაგი როგორც კი მესხვის თავს, ისეთი ცოდნები მეხსნება, ყველა პროტოკოლი მეხსნება. როგორც კი ბნელი მესხვის თავს, ყველა პროტოკოლი მეხსნება, ცოდნას ვიღებ. ამიტომ, როცა მე თავს მესხვის ბნელი, მშვიდში ვარ, ვაცნობიერებ, რასთან მაქვს საქმე, რა პროტოკოლით მოღვაწეობს და შემდეგ ცოდნას ხსნი. თითოეული თავდასხმის შედეგად ცოდნას ვიღებ და არა სტრესს და ნერვიულობას. ეს არის გასაღები. ცოდნა უნდა დაგრჩეს ბოლოს და არა გამოფიტული და გამოჭამული სიცოცხლე. სანამ დედამიწაზე ხარ, ეს ყველაფერი იქნება გამუდმებით. იესო ქრისტესაც კი ქონდა ეს ბრძოლები სატანასთან. ქრისტეს ბრძოლაც კი არ ქონია, იგივე ქნა ქრისტე, რასაც მე გიხსნით. ქრისტე კი არ უსმენდა, აბა, ვაიმე ეს როგორ დამემართა. ესე კი არ იყო, კი არ ღელავდა, ფიქრობდა, აბა რა ტექნოლოგიებს იყენებს მასთან მიმართებაში. მშვიდი დონებით საზღვრავდა ყველაფერს და პასუხებს აძლევდა. ბიბლიაში რა მაგალითი გაქვთ ამის? როდესაც ქრისტეს და სატანის ესე ვთქვათ შებრძოლების მოკლე სცენა. რა ხდება იქ? ქრისტე ვარდება სევდაში და ვაიმე ჩემი აზრებია, რა მეშველება რწმენას კარგავ ღმერთო, ესეთი სიტყვებია თუ რა ხდება იქ? ქრისტე მშვიდით პასუხობს გარანტირებულად. ვერ ატყუებს ბნელი, სტრესში არ ვარდება. ყველაფერს პასუხობს ჭეშმარიტს. აქედან გამომდინარე, რადგან ქრისტე აცნობიერებს, რომ რწმენის პრობლემა კი არ აქვს მაგ მომენტში, არამედ ბრძოლა აქვს. ერთადერთი ვისთანაც ეს ჭეშმარიტება არ მოიტანეს გასაგებენაზე. ვართ ჩვენ, ვერ აგვიხსნეს გასაგებენაზე, რა პროცესია? ეს პროცესია. ნუ ღელა ამაზე მოვიდა ცუდი აზრები, ყისიერად გავუშვი, თქვი ჩემი არ არის, გააცნობიერე რა უნდა, როგორ აკეთებს, რა სისუსტის მოპოვებას ცდილობს შენში, გაკვეთილი აიღე, გაძლიერდი, განაგრძე არხეინა ცხოვრება. ეს არის ჭეშმარიტება. ამისთვის ხარ მოსული ყველაფერთან ერთად. ამიტომ დაიმახსოვრე შენ, რწმენის პრობლემა კი არა, რწმენის ბრძოლა გაქვს. ბოროტში კი არ ვარდები, არამედ ბოროტთან ბრძოლა გაქვს. ცუდი ქმედება კი არ გინდა, არამედ ცუდთან ბრძოლა გაქვს. ამიტომ ღმერთთან იყავი, ცუდად როცა ხარ ილოცე, ბრძოლა როცა გაქვს ილოცე, ღმერთთან იყავი და გარანტირებულად გამარჯვებული იქნები. დაგლოცოთ უფალმა, დაგლოცოს უფალმა, მშვიდი იყოს ჩვენს გულში, სულში, თავში. ამინ, ამინ, ამინ.